ხაზი გაქრა? ხო გაქრა ხაზი. ხაზი ბუნებაში არასად არ არის ხაზი, ბაჩვენდი არის ჩრდილის სინათლე, ფერშია განსხვავება ჩრდილის. ეს უნდა გაგრძელდეს. მე ოლეგ ვასილიძე ტროფიმოვი დაიბადე ბათუმში. მამაჩემი პროფესიით ხატვარი იყო, მძიმე ცხოვრება შეხვდა და პატარობის დროს 30 წლები იყო თხოვიცით უკრაინაში. რთული პერიოდი იყო ძალიან. 5 წლის იყო დედა მოხდა, მაშინ აგზავნიდნენ შუა აზიაში, ტაშკენტში და ომში იქიდან მოხდა უკვე. 17 წლის იყო. მიიღო მძიმე ჭრილობა ბრძოლაში. ჰოსპიტალში რომ იწვა, მასთან ერთად პალატაში იწვა ბათუმელი სევერიან კვაჭაძე. დამეგობრდნენ მამაჩემს მისი სურათიც ჰქონდა დახატული. ხო და იმან მიწა მისამართი ბათუმის ბაროხის 5. ჩამოვიდა ფეხი ჩამოგინდული. ოჯახმა მიიღო. დედა ეკუთვნოდა ამ სევერიან კვაჭაძეს მამიდად. ხო და დაქორწინდნენ. ვარი რატომ არ გადაიკეთებოდა? მამაჩემმა დამიტოვა ესმა. ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, მე და ჩემ ძმას. მე სწავლა გავაგრძელეთ სკოლის მერე აკადემიაში ჩავაბარეთ. 75-ში დავამთავრეთ მე მინა კერამიკის ფაკულტეტი, დიპლომი მაქვს დაცული, დეკორატიული გამოყენებითი ხატვარის. ყველაზე ჩემთვის ალბათ დიდი მიღწევა იყო, რომ ტრეტაკოვის გალერეამ შეიძინა ჩემი ნამუშევარი 78 წელს ფერადი მინა წითელ მწვანე ტონებში. ქვიოდა ოქროს შემოდგომა აჭარაში. მე ბევრი რამე გავიკეთებია. საკურდის დროშა რომ იყო, შინდის ფერია ნახეთ. ერთი შავი იყო, ერთი თეთრი ცხედი იყო და 16 ეს ცხედი იყო და გავდა დროშას რა. წარმოიდგინეთ 16-ის განლაგებული და ესეთი კომპოზიცია შემჭა ეს 2 წელი. ეს ძველი ნამუშევარი არის, ახალი დროშა, ჩვენი დროშა რომ მქონდა ეს. ფერად მინაში ძირითადად დავდიოდი უკრაინაში 91 წლამდე რა. 26 ქარხანა იყო, მე ხშირად ჩავდიოდი წელიწადში 4-ჯერ. საბჭოს წევრი ვიყავი მე. აქტიური ვიყავი, მუშაობდნენ და იმ ქარხნის სახით გამოვედი, ოდესაში იყო მე მგონი საბჭო. მთლიანად განადგურებულია, გასწორებულია ეს მთელი ლუგანსკი და მთელი დონეცკი და არ არის და აი მოდის ახლა ხარკოვი და მოდის ოდესამდე. ბათუმში იყო ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე საამქრო, სადაც უშვებდნენ ჭურჭელს მინის. მე გამომიძახეს და გავხსენით, გაიხსნა. აზრი იყო ისეთი, რომ ბროლის საამქრო შექმნათ. მაგრამ იმდენად რთულია ეს მინის პროცესი, ტექნოლოგია, ცოტა 90-იანებში უკვე პრობლემა რომ იყო დენის, შეჩერდა. თორემ ბათუმში მშვენიერი ნამუშევრები იყო, მშვენიერი პროდუქცია გამოდიოდა. ნაწილი მუზეუმში, ახვლედიანის მუზეუმში, ნაწილი აქვს. იხარჯებოდა მინა, ბროლი, 5 ტონიანი, ბოდიში და ესეთი სიტყვა გარშობს უძახიან რა, კერამიკიდან. 1420 გრადუსი მოიხარჯებოდა, 11 კომპონენტიდან შემდგარი მასა, 25% იყო თვითონ ბროლი ნატეხი, დანარჩენი ეს კომპონენტი. აქ მე მგონი ერთი ძველი თანამშრომელი უნდა იყოს. ამირა, შენ ხარ? დავაიგონი. ცოტა ვიყავით, ცოტანი მუშაობდით, 100 კაცი, მაგრამ ზოგიერთი დედმამიშვილი ვერ ცხოვრობდა ისე ახლოს ვიყავით ყველა ერთმანეთთან. ღუმელთან მუშაობდი 1250 გრადუსზე ვიღებდი მასას. ღუმელი იყო ასეთი მასის, აი ამ ტერიტორიის. და იყო ფანჯარა ასე დაახლოებით 9 მეტროზე. უჟანგავი ფოლადისგან მილები რომა ვიღებდით მასას ასე გადმოქონდა ფორმაში ვასხამდით და პრესავდით. დილით 8-ზე მოვიდოდით, 9-ზე ვიწყებდით,
და პირველზე უკვე ამოცილი ჰქონდა ის. მოკლედ დაკავებული იყო რა, ბევრი რაღაცები კეთდებოდა. წყალტუბოში იყო, ქუთაისში იყო, სამტრედიაში იყო, თბილისში იყო, იქ მივიღებოდა წილობამდე. ის ღრუმელის ის დარჩაო. მოდით წევიდეთ ნახოთ აბა. ღრუმელი სადაც იხარჩებოდა ღიაო, თოა ნახოთ თოა ღია ეგ. შევიხედოთ. რაღაცა არის უკვე. ხო, აქედან იყო შესავალი და ცეხი იყო აქ. უზარმაზარი ცეხი. გავიდა თითქმის 50 წელი, 59 წელი გავიდა და მინის აფერი არ არის. სხვა რაღაცები არის აქ. წარმოიდგინეთ, რამხელა ენთუზიაზმი იყო, რაღაცა ინტერესი იყო, რაღაცა შეხედი ახალი გააკეთე. რამე რომ დაგემტკიცა, ნიმუში ქარხანას რომ გამეიშვა, მოსკოვში უნდა ჩასულიყავ 2 წელი ჩავდიოდი, 1-12 ჯერ ჩევედი. მოსკოვიდან 260 კილომეტრია გუსხრუსტალ. ნამუშევრები რომ ჩავიტანე პირველ საბჭოზე, წარმოიდგინეთ 12 ვაზა. გჯები eta დელალი, სად გააკეთეთო? მე ცოტა სეკრეტები ვიცოდი ტექნოლოგიური. წინავდა ვერცხლივით რა, წარმოიდგინეთ. 12-ვე დამიმტკიცეს. 42-მდე ავედი რა. და წამოვალ ხო ასე? და აქ იყო ქარხანა, ქიმიური ცეხი იყო აქ ბროლის. აქ მუშაობდი და ვაკეთებდი და ვქნიდი ბათუმის ბროლს. დარჩა ყველაფერი როგორც ამბობენ სიზმარში. მოგონებები დაგვრჩა. სურვილი მაქვს კიდო თუ შემიძლია, მაგრამ ძალიან რთულია რა. ეთი რომ ეს სპეციალი კავშირი მქონდა უკრაინელებთან, სადაა უკრაინა. 42 წელი დავდიოდი. წელიწადში ხანდახან 6-7-8 თვე. სპეციალისტი რომ მუშაობს, რკინის მეტრონახევრიანი ტრუბკებია, ატრიალებს, აიღებს ფორმაში ბერას, ну, მოკლედ რთული პროცესია რა. თვითონ მე მუშაობდი, წარმოიდგინე, 6 კაცი გემსახურება შენ რომ მუშაობ რაღაცას ხდი. ძალიან კაი პროცესია. დავამთავრეთ. ქვაზე მუქი ტონია, ქვაზე მუქი, შეხედე დაგვირდი ფილში, ხმა მუქი. გადავიყვანოთ ეს ფერი ორი, ჩვენგან შორი რომ არის, მაგრამ ეს უხარისხო პლასტელინია, სად არის ხარისხიანი დღეს, საღებავი, გაძვირდა ისე, აი საღებავები, პლასტელინები, მაგრამ მუშაობ პარალელურად კიდევ სამხატვრო სკოლა ფიროსმანზე პედაგოგი ვარ, უკვე 32 წელია მეგონა. ვასწავლი ხატვას, ძერწვას და როგორც საგანი არის ესეთი ორნამენტი, ქართული ორნამენტი აქვს. ცოტა მაღალი უნდა იყოს თუ? მას აი აქამდე იყო და უმაღლა ჩვენ. არა, მე ამ სიგანეს ვამბობ რაც ეს კუთხე ალბათ ხომარ ჩამოუწიოს აქამდე და წიგნი ჩამოუწიოს. მიხსი რა ზევნები. სტილო რომ ბავშვებთან ვიყო გულახდილი რა, ვერ მოატულებ ბავშვს. არ შეიძლება დაპირება და არ შესრულება რა. როგორც ამბობენ, ეს
ბათუმის გულია რა და ძალიან ვამაყობ რომ სახელოსნო მქონდა აგერ ზემოთ. იქ გავაკეთე მე პირველი ჩემი ნამუშევარი და ბატონი ერკომაიშვილი იყო ქალაქის არქიტექტორი, ნებას არ მაძლევდა და ნება მომცა. როგორც სახელოსნო და რისთვისო უნდა მოუაროსო იმ ნამუშევრებსო ვიტრაჟის ჩაერთოს უნდა დილას გამოირთოს უნდა და ფანტანები ჩართული რომა იმართება დანადგარები არის შით და პირველი შემოქმედებითი სამუშაო ფაქტიურად ეს არის ეგერ გამოჩნდა ოდნავ ჯენი ვიტრაჟი ჩამოსხმული უკრაინაში 79 წელს კაფეებში, რესტორნებში ბევრი იყო ბათუმში ახლა თითქმის ეს ერთი ნამუშევარი დარჩა და ნაფრონტალი, ნაომარი, კიდევ რაფერი სიტყვა ვნახო, ხომა ნახეთ, რამდენი რამე გადაიტანა. გახსოვს ვიყავი ზამთარში ერთი გადავიღე, ახლა დღე ვიღებ. დამპირდნენ, ახლა კიდევ პირდებიან ამას მიმხედა, უნდა გაკეთდეს ეს რა. ხომა მუსიკალური ფანდანი, ეს არის მუსიკალური ლირა. მზე და სხივები. სიცოცხლე რა, ეს ორნამენტი, ახლა არ ჩანა, კიდე ეყურძენია. თეთრი მინაზე, თეთრი გამჭვირვალე მინაზე კობალტია. ერთი ნამცეცი კობალტია დადებული. აი ტალღებია, აგერ აი ვენახია, აი რუბინი, აი კობალტი, აი როზალინ, აი უფერო, ეს ცერიუმი ყვითელი. ძირითადად 6 ფერია რა. აი ყვითელია ყურძნის ტოტები, ლარნაკი. ეს ბლოკები არის, საწყა 500 სალამდი არის ეს ბლოკები. ადგილზე გაკეთდა ეს ვიტრაჟი საერთოდ კეთდება სექციით. აი რკინის ჩარჩო კეთდებოდა. ინსტრუმენტებია, ამას აი თეთრი ხო შეიძლება ერთი და გრიხავ ასე აძლევ ეფექტს აძლევ რა. რაფერ არ თქვა, მარიუპოლი რომ დაიბომბა, მარიუპოლამდე პაპასნაია დაიბომბა. იქ შექმნილია თითქმის 42-3 წელი დავდიოდი იქ. წელიწადში 5-6-7 თვე. ხშირად საროჩქით წავიდოდი აგვისტოში და ჩამოვიდოდი ნოემბრით კურტკას თავარი ინჟინერი მათხოვებდა ქუთ თეხის უფროსი ანსვა მეგობრად სვიტრის საროჩქით მივდიოდი და მე ზამთრის დასასრულში ჩამოვდიოდი. ცოტა გული მტკივა რა. რომ ვერ წავალ და ვერ გავაკეთებ ახლა ის იმ უკრაინაში. ამ ფონზე სურათებს იღებდნენ, მეც მქონდა სურათები. აი ღამე რომ ანთებული იყო, ფანტანები ეს ესეთი ზეიმი საბჭოთა კავშირში კი არა ევროპაზე ვეტოლებოდით. ესეთი ეფექტიანი ნამუშევარი არ იყო. თან ფანტანები, თან აი ვიტრაჟი. მაგის გარდა ბევრი ნამუშევარი მქონდა სხვადასხვა ქალაქებში. მერიას ვეკუთვნოდი ბაში. იყო გაფორმება ქალაქში, ბევრი რამე გავიკეთებია კი. ქალაქებში ფოჩი მქონდა 2 ნამუშევარი ვიტრაჟები გაკეთებული სადისპეჩეროს და პორტის ტერიტორიაზე იყო შენობა სადისპეჩერო და 4 სართულიანი შენობა მთლიანად ბროლში იყო, მაგრამ რა დრო გავიდა უკვე რამდენი წელია. რესტავრაცია გაკეთდა და ის ჩამოხსნეს 30 წლამდე მუშაობდა. მადლობელი ვარ და ვამაყობ რომ ეს გადარჩა და ცოცხალი არის. ამას ვაკეთებ ბიჭი შემეძინა იმპერიაში მასეკო. მაგრამ ყვირის მიშველე და დროა სანამ გვიან არ იქნებაო. კიდო ცოცხალი ვარო რა. და იმედი მაქვს რომ ჩვენ მივახტევთ ამას. ნება მომცენ რომ რესტავრაცია ჩავატარო. მადლობელი ვიქცები ყველასთან თქვენთან პირადად და